34 წლის წინ 14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო. ამ ომმა ათასობით ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. შეიწირა ათასობით უდანაშაულო სიცოცხლე, ხოლო ასობით ათასი ადამიანი საკუთარ მიწა-წყალზე დევნილად აქცია. 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელებულ მძიმე ბრძოლებს 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა მოჰყვა. ამ ომის იარები დღემდე რჩება საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მტკივნეულ ფურცლად. დღეს 34 წლის შემდეგ ამ ტრაგიკული მოვლენების გასახსენებლად გმირთა მოედანზე მოქალაქეები, ომის ვეტერანები და დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. გმირთა მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, სამხედროებს, სამოქალაქო პირებს, ვინც ჩვენი საქართველოს გამო, ჩვენი ქვეყნის გამო თავი გაწირეს, მოგწეს მაგალითი და იმის მაგალითი თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, როგორ უნდა ვემსახუროთ ჩვენ ქვეყანას და რა თქმა უნდა მათი სახელი მარადიულია და კიდევ ბევრ თაობას გაზრდის ღირსეულად, რა თქმა უნდა ერთიან საქართველოში ჩვენ ამის გვჯერავთ, ჩვენ ამის გვწამს და სწორედ ჩვენი სამთავრობო პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკის საფუძველზე ჯერა რომ ეს იდეა და ეს მისია, რომლის გამოც ამ ადამიანებმა თავი მიუძღვნეს საკუთარ სამშობლოს, აუცილებლად იქნება აღსრულებული. 14 აგვისტო არის ერთ-ერთი მტკივნეული თარიღი, იმიტომ რომ ეს იყო არა დაახლოების, არამედ დაშორიშორების კიდევ ერთი ზღუდე. იმის შემდგომ მთლიანად მთელი ჩვენი არსით და მრწამსით ვცდილობთ გადავლახოთ ეს ტკივილი, ეს ემოციური ფონი და ჩვენ შვილებს მივცეთ საშუალება და უნარი ერთად თანაცხოვრების ერთ ძლიერ და თავისუფალ სამშობლოში. 34 წელი გავიდა იმ აუბედითი 1992 წლის 14 აგვისტოდან, იმ დღიდან, რომელმაც შეცვალა საქართველოს უახლოესი ისტორია, შეცვალა აფხაზეთში მცხოვრები ხალხის ბედი და მთლიანად საქართველოს ბედი. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ისინი, ვინც ომიდან შინ ვეღარ დაბრუნდა. მათთვის, ვინც ახლობელი დაკარგა. 14 აგვისტო მხოლოდ ისტორიული თარიღი არ არის. ეს არის დღე, როდესაც წარსულის ტკივილი ხელახლა ცოცხლდება. ომის ტკივილსა და დაღუპულთა ხსოვნასთან ერთად რჩება მთავარი მიზანიც. დევნილთა შინ დაბრუნება, საზოგადოებრივი გაუწყოების გადალახვა და აფხაზეთის მშვიდობიანი რეინტეგრაცია ერთიან ქართულ სახელმწიფოში.